ყოფილი პრემიერის პარტიის ყრილობა მთავარ კითხვაზე მკაფიო პასუხის გარეშე დასრულდა. გიორგი კახარია ისევ არ ამბობს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. გიორგი კიკაბიძე დაესწრო პარტიის შეკრებას, რომელიც დეტალებით აგრძელებს ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. კახარიას ივანიშვილის იმედი აქვს, რომ ოლიგარქი გონს მოეგება და არჩევნებს მაინც ჩაატარებს. ყოფილმა პრემიერმა თქვა, რომ ისინი ნებისმიერი არჩევნებისთვის არიან მზად, თუმცა არ ემხრობა თვითმმართველობისა და საპარლამენტო არჩევნების ერთად ჩატარებას, რადგან მისივე აზრით ეს ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. რამდენადაა მორალურად გამართლებული ივანიშვილის არჩევნებში მონაწილეობა პოლიტპატიმრების არსებობის პირობებში. ამ კითხვას კახარიამ კონკრეტული პასუხი არ გასცა, თუმცა ჩვენ ახლა მოვისმენთ კახარიასთან ერთად დიმიტრი ცქიტიშვილის კომენტარს, რომელიც ბევრად უფრო მკაფიო პასუხს გვცემს. მე მაქვს იმედი, რომ ოცნება გონს მოეგება და კონკურენტულ სამართლიან არჩევნებს ჩაატარებს. და თუ ჩაატარა კონკურენტა სამართლიანი არჩევნები, თქვენ უბრალოდ აი მაგალითად ციფრებში ჩაიხედეთ. გაყალბებული არჩევნებიც კი ოპოზიციამ თბილისში, რუსთავში, ბათუმში ყველგან მოუგო ოცნებას. ის რომ ბრძოლის ველი შეიძლება იყოს უსამართლო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სადმე უნდა გავიქცეთ. ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, მათ შორის მუნიციპალური არჩევნებისთვისაც. ვემზადებით ნიშნავს იმას, რომ ვემზადებით მონაწილეობის მისაღება. მესმის, რომ არჩევნები გაყალბდა ბოლო არჩევნები, მესმის, რომ არჩევნები იდეალური ვერ იქნება, მესმის, რომ ბევრი მაგრამ არის, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფერი მაგრამის, ჩვენ არჩევნების გარდა სხვა გზას ხელისუფლების სრულიების ვერ ხედავ. გამოვლილი მაქვს ეს არჩევნები და ვიცი რამდენად რთული არჩევნებია მუნიციპალური არჩევნები. ორი არჩევნები ერთად. ეს არის ურთულესი გამოწვევა. თითოეული პოლიტიკური პარტიისთვის, ხელისუფლებისთვის, ოპოზიციისთვის, ყველასთვის. ამიტომ ხა დამთხევა რამდენად სწორია, თუ სხვა გამოსავალი არ იქნება, ალბათ ეს გამოსავალია. თუ ცოტა უფრო ადრე იქნება, უკეთესია. თვითმმართველობის არჩევნები არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამითი რამე ლეგიტიმაციას ვაძლევს პარლამენტს. პარლამენტი არის კოდარი, ეს არ არის ცოცხალი, ეს არის კოდარის სხეული, პოლიტიკური სხეული, რომელსაც არაფერი არ უშველის გარდა ახალი არჩევნების. თვითმმართველობის არჩევნებით შესაძლებელია გარკვეული დოზით ხელისუფლების გარკვეული ბერკეტები გამოიგლიჯოს ქართულ ოცნებას. ეს არის თეორიული შანსი, ეს თეორიული შანსის გამოყენების გარკვეული ვალდებულება გვაქვს. როდესაც შესაძლოა პოლიტიკური ლიდერები იყვნენ დაპატიმრებულები და სინდისის განსაკუთრებით. ამ ფონზე განსაკუთრებით, თორე თუ კარგად იქნება ყველაფერი, მაშინ ავტომატურად სხვანაირი მოცემულობა. თუ გამოუშვეს, თუ არ რეგარში ჩაატარეს, მაშინ კითხვებიც იხსნება. იმ შემთხვევაში თუ არაფერს არ აკეთებს, ჩვენ რა გვჭება? ამ გვჭება ქუჩაში აქციები და გავაძლევოთ, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ საარჩევნო პროცესში და პოლიტიკურ პროცესში ვეცადოთ, რომ გამოგვლიჯოთ ცალკეული ერთეული მუნიციპალიტეტები, სადაც ოპოზიცია 2024 წლის არჩევნებზე გარკვეულ წარმატებას მიაღწია მიუხედავად მასიური გაყალბებით. ანუ ეს არის გზა, რომელთაც ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვნად შევარყიოთ ქართული ოცნების ხელისუფლება. ივანიშვილის წარმომადგენელი კობახიძე კი ამბობს, რომ საქართველოში თვითმმართველობის სრულფასოვანი არჩევნები ჩატარდება და მათ არადარდებთ მიიღებენ თუ არა მასში მონაწილეობას პროდასალური პარტიები. კობახიძის აზრით, მათ ოპონენტებს პირიქით რიგარეში არჩევნები არ უნდათ, რადგან კარგად იციან, რომ აუცილებლად დამარცხდებიან. სინამდვილეში თვითონაც არ უნდათ ეს არჩევნები, იმიტომ ვიციან, რომ არიან აბსოლუტურად აღობული. რა ვისთვის, მათ შორის არც მათთვის, არც ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ეს რადიკალური ოპოზიცია მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, საქართველოში შედგება სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ეს არჩევნები იქნება კიდევ უფრო მეტად სრულფასოვანი, თუ რადიკალური ოპოზიცია მასში არ მიიღებს მონაწილეობას. ამ ეტაპზე პოლიტიკურ ველზე ასეთი ვითარება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, რაც დაზუსტებით ვიცით არ მიიღებს ნაციონალური მოძრაობა, კოალიციას სრულებისთვის და ლეიბორისტული პარტია, რაც შეეხება ლელო ძლიერ საქართველოს. აქ ამბობენ, რომ ემზადებიან ნებისმიერი არჩევნებისთვის, თუმცა როდესაც ძალოვან უწყებებს ცესკოს კვლავ ივანიშვილი აკონტროლებს და ამ ფონზე საპატიმროში არიან სიდისის პატიმრები, ამაზე ახლა საუბარი მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ.